ფერმის პარადოქსის მიხედვით, თუკი ირმის ნახტომში არსებობს სწრაფად გაფართოებადი ცივილიზაციები, ჩვენს მზის სისტემაში ერთი მათგანი მაინც უნდა მოსულიყო. ის ფაქტი, რომ ჯერ არც ერთი მათგანი არ მოსულა, არ ნიშნავს მათ არარსებობას. რატომ ვერ ვხედავთ გაფართოებადი ტექნოლოგიური ცივილიზაციის რაიმე მტკიცებულებას? სიცოცხლე შეიძლება უჩვეულოდ იშვიათი იყოს. ვარსკვლავთ შორის სივრცეში მოგზაურობასთან დაკავშირებული სირთულეები კი ზედმეტად გამომწვევი. თუმცა ახალ კვლევას ახალი პასუხი აქვს. შესაძლოა ჩვენი მზის სისტემა დიდი ხნის წინ სწრაფად გაფართოებად ცივილიზაციებს ვერ სთავაზობს იმას, რაც მათ სურთ, ვარსკვლავის სწორ ტიპს. ფერმის პარადოქსის გასაგებად საჭიროა ჯერ დრეიკის განტოლება გავიგოთ. დრეიკის განტოლება წარმოადგენს ირმის ნახტომში ცივილიზაციათა რაოდენობის სავარაუდო შეფასებას. ვერ გვეუბნება, რამდენი ცივილიზაციაა გალაქტიკაში, აჯამებს იმ კონცეპტებს, რომლებსაც უნდა შევეჭიდოთ. თუ კი გვსურს, რომ წარმოდგენა შეგვიქმნას, რამდენი ცივილიზაცია შეიძლება იყოს მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში. დრეიკის განტოლების კრიტიკული კომპონენტი ვარსკვლავებს ეხება. განტოლება ითვალისწინებს გალაქტიკაში ვარსკვლავთა წარმოქმნის მაჩვენებელს. ამ ვარსკვლავთაგან რამდენს აქვს პლანეტები და ამ პლანეტებიდან რამდენზე შეიძლება იყოს სიცოცხლე. განტოლება უფრო დეტალური ხდება, რადგან სვამს კითხვას, ამ პლანეტებიდან რამდენზე შეიძლება განვითარდეს სიცოცხლე. რამდენად შეიძლება გადაიქცეს ეს სიცოცხლე ტექნოლოგიურ ცივილიზაციებად და ამ ცივილიზაციათაგან რამდენი ამჟღავნებს თავის არსებობას კოსმოსში სიგნალების გაშვების გზით. და ბოლოს, აფასებს ამ ცივილიზაციათა სიცოცხლის ხანგრძლივობას. თითოეულ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სხვადასხვა ცვლადის გამოყენებით სხვადასხვა შეფასებას ვიღებთ შესაძლო ტექნოლოგიურ ცივილიზაციათა რაოდენობის შესახებ. სააზროვნო ექსპერიმენტია, მაგრამ მტკიცებულებები ელემენტარულია. ახალმა კვლევამ ფერმის პარადოქს ვარსკვლავთა ტიპებზე ფოკუსირების გზით მიმართა. პუბლიკაცია ამბობს, რომ გაფართოებადი ტექნოლოგიური ცივილიზაციისთვის ყველა ტიპის ვარსკვლავი როდია სასურველი. დღეგრძელი ცივილიზაციისთვის მიგრაციისთვის საუკეთესო სამიზნეებია დაბალმასიანი ვარსკვლავები, განსაკუთრებით K-ტიპის ჯუჯები. ტექნოლოგიურ ცივილიზაციას საკმარისი დრო უნდა ჰქონოდა ჩვენამდე მოსაღწევად, თუკი მოგზაურობას 2 მილიონზე ნაკლები წლის წინ დაიწყებდნენ. ვარაუდობთ, რომ ჰანსენ ზაკერმანის ჰიპოთეზის მიხედვით, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა, გაფართოებადი ცივილიზაცია უპირატესად დასახლდება დაბალმასიან K ან M ჯუჯა სისტემებში. თავს აარიდებს მაღალმასიან ვარსკვლავებს, რათა გალაქტიკაში არსებობა გაიხანგრძლივონ. წერენ კვლევრები.